კუბის მომავალი ჩვენს პრეზიდენტზეა დამოკიდებული, შეერთებული შტატების პრეზიდენტზე. რაც არ უნდა მოხდეს, ომის დეპარტამენტი მზად იქნება ნებისმიერი შემთხვევისთვის. დღეს ამის შესახებ სასაუბროდ ვართ აქ და შემდეგ ფიზიოთერაპიას დავივლით. რას ფიქრობ? პენტაგონმა გუანტანამო კუბაზე ზეწოლის ცენტრში მოაქცია ამ ოთხშაბათს 2026 წლის 10 ივნისს. ის ესაუბრა ჯარს და დატოვა შეტყობინება, რომელიც ჰავანაში მაქსიმალური სიფრთხილის სიგნალად იქცა. მესიჯი იყო მარტივი და მძიმე, ეს სიტყვები ცალკე არ გაჟღერებულა. ის მოხვა სამხედრო თურთნებს კიუესტში, ფლორიდაში, უპილოტო სისტემებითა და ხელოვნური ინტელექტით. სამხრეთის სარდლობის ბოლო გადაადგილებების შემდეგ კარიბის ზღვის რეგიონში ამერიკელ გენერალსა და კუბელ სამხედრო ოფიცრებს შორის გუანტანამოს საზღვარზე იშვიათი შეხვედრის შემდეგ მას შემდეგ რაც დიას-კანელმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა ეკონომიკური დახრჩობის, დიპლომატიური ზეწოლისა და სამხედრო აგრესიის მომზადებაში, აი სწორედ აქ იქცევა გუანტანამო კრიტიკულ ზონად. ბაზა აღარ არის მხოლოდ ძველი ობიექტი რუკაზე და იწყებს ფუნქციონირებას როგორც ძალის, ზეწოლისა და პოლიტიკური გზავნილის ვიტრინალინა. კუბა აპროტესტებს ადანაშაულებს ვაშინგტონს სოციალური აფეთქების პროვოცირების მცდელობაში და საუბრობს თავდაცვაზე, მაგრამ რეჟიმი ასევე აჩვენებს შიშს. რადგან იცის, რომ ზეწოლა ახლა ყველა მხრიდან მოდის: ეკონომიკური, იურიდიული, სამხედრო და დიპლომატიური. რა მაიძულა პენტაგონი გაემკაცრებინა ტონი გუანტანამოში? რატომ დაიწყო დიას-კანელმა ღიად საუბარი ინტერვენციაზე? როგორ აძლიერებს ტრამპი წნეხს კუბის დიქტატურის წინააღმდეგ? ახლავე ყველაფერს გიამბობ. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და უშუალო კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველ დღე გამოდის. პიტ ჰექსერი გაემგზავრა გუანტანამოში, რათა შეხვდეს ამერიკულ ჯარებს და კიდევ ერთხელ გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ ომის დეპარტამენტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა წარუდგინოს ყველა საჭირო ვარიანტი კუბასთან დაკავშირებული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სიტუაციის შემთხვევაში. ვიზიტი ოფიციალურად დაანონსა თავად ომის დეპარტამენტმა 2026 წლის 9 ივნისს გუანტანამოსა და ასევე ცენტრალურ სარდლობაში ფლორიდაში დაგეგმილი შეხვედრებით. მომდევნო დღეს კუბის მიწაზე ჰექსერმა განაცხადა, რომ გაუმართლებელი იქნებოდა კუბის მთავრობის მხრიდან შეეცადა მიეღო იარაღი, რომელსაც შეეძლებოდა ბაზის ან ამერიკის ტერიტორიის მიღწევა. როიტერის ინფორმაციით მან განაცხადა, რომ ჰავანა იწვევს დაპირისპირებას, რომელსაც არც სურს და არც შეძლებს გაუძლოს. ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან ის ვაშინგტონში კომფორტულ ინტერვიუში არ თქმულა, არამედ სამხედროების წინაშე, ამერიკულ ობიექტში, რომელიც კომუნისტური რეჟიმის მიერ მართულ კუნძულზე მდებარეობს. გუანტანამოში მიმდინარე მოძრაობა კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიგნალთან არის დაკავშირებული. სამხრეთის სარდლობა უკვე აჩვენებდა თავის ყოფნას და აქტიურობას რეგიონში. 2026 წლის აპრილში მე-4 ფლოტმა ჩაატარა სწავლება Flex 2026 კიუესტში, ფლორიდაში. დაუკავშირა უპილოტო სისტემები, ხელოვნური ინტელექტი და ტრადიციული საზღვაო პლატფორმები საზღვაო პატრულირებისა და ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ქსელებთან ბრძოლისათვის. ეს თუმცა კუბიდან მცირე მანძილზე ჩატარდა და აჩვენა, რომ ვაშინგტონი მხოლოდ ლაპარაკით არ შემოიფარგლება, არამედ ამყარებს ყოფნას, სამეთაურო შესაძლებლობებს და რეაგირის უნარს კარიბის ზღვის რეგიონში. სამხრეთის სარდლობის ოფიციალურმა ვებგვერდმაც კი ივნისში დააფიქსირა ამერიკელი სამხედროების წვრთნები გუანტანამოში. მუდმივი ყოფნით სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, ოპერაცია Southern Spears ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო ტრაფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას, მტრული აქტორების შეკავებას და ამერიკული ტერიტორიის დაცვას. დიას-კანელმა რეაგირება მოახდინა მანამდეც კი სანამ ეს ახალი ესკალაცია უფრო ნათელი გახდებოდა. ინტერვიუში გამოცემა eldiario.es-თან კუბის რეჟიმის ხელმძღვანელმა დაადანაშაულა დონალდ ტრამპი კუბის დახრჩობის მცდელობაში, რათა გამოეწვია სოციალური აფეთქება და ეს ქაოსი გამოიყენოს ინტერვენციის საბაბად. ბრალდება აჩვენებს, რამდენად დიდია პოლიტიკური პანიკა რეჟიმის შიგნით. ჰავანა ცდილობს გაყიდოს ნარატივი, თითქოს კუბის სიღარიბეში გარედანაა დამნაშავე, მაგრამ თავად დიას-კანელის სასოწარკვეთა აჩვენებს, რომ დიქტატურამ ახალი ეტაპი გაიაზრა. ვაშინგტონი კუბას დროებით პრობლემად არ განიხილავს. ის კუბას უსაფრთხოების რისკად, არასტაბილურობის წყაროდ და დიქტატურად განიხილავს, რომელიც კოორდინირებული ზეწოლის მიმართ მოწყვლადია. კუბის რეჟიმიც ცდილობს, რომ ევროკავშირი და ესპანეთი ვაშინგტონის წინააღმდეგ დააკენოს. იმავე ინტერვიუში დიას-კანელმა ევროპელი ბიზნესმენებისთვის დაცვის უზრუნველყოფა მოითხოვა და ამერიკული ექსტერტერიტორიული კანონები გააკრიტიკა. განზრახვა ნათელია. შეერთებული შტატების ზეწოლა საერთაშორისო პრობლემად გადააქციონ და კუნძულს გარეთ პოლიტიკური ფარი მოძებნონ.
მაგრამ რეაქცია მოდის იმ დროს, როდესაც უცხოური კომპანიები უკვე შიშით უყურებენ კუბას სანქციების გამო. კუბის ეკონომიკა კვლავ შეზღუდულია, ელექტროენერგიის გათიშვები მოსახლეობას აწუხებს და დიქტატურა მანევრის შესაძლებლობას კარგავს. კუბა გრძნობს, რომ კომფორტი დაკარგა, ვეღარ აკონტროლებს ნარატივს. იმავე სიმარტივით Reuters-მა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მდივანი, რომელიც კუბელი ემიგრანტების შვილია, კუბას ეროვნული უსაფრთხოების რისკად განიხილავს, რადგან ის ფლორიდიდან დაახლოებით 145 კილომეტრში მდებარეობს. ეს ცვლის დებატის მნიშვნელობას. ეს მხოლოდ იდეოლოგიური კრიტიკა არ არის კუბური კომუნიზმის მიმართ. ეს არის სტრატეგიული შეფასება სუსტი დიქტატურის შესახებ, რომელიც ამერიკის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, აქვს რეპრესიების ისტორია, არის მტრულად განწყობილი რეჟიმების მოკავშირე და შეუძლია მიგრაციის კრიზისის გამოწვევა თუ შიდა მდგომარეობა კონტროლიდან გამოვა. რუბიო და გენერალი ფრანსისკო დიასი ეს დონოვანი უკვე გამოჩნდნენ მაისში, კუბის რუკის წინ საუბრისას უსაფრთხოების, სტაბილურობისა და დემოკრატიის მიმართ მუქარებზე ჰემისფეროში. ჰავანისთვის ასეთი ტიპის გამოსახულება პოლიტიკური შხამია. ვაშინგტონისთვის კი ეს პრიორიტეტის ნიშანია. გუანტანამო უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ის მხოლოდ ბაზა არ არის. ეს ამერიკული მუდმივი ყოფნის წერტილია კუბაში, პირდაპირ დიქტატურის წინაშე, რომელიც ახლა თავს გასშემორტყმულად გრძნობს. ამიტომ რექს ჰექსეტის განცხადება ასე აღელვებს ავანას. როდესაც ის ამბობს, რომ კუბასთან პოზიტიურ ურთიერთობას ელოდება, მაგრამ ამავე დროს აფრთხილებს, რომ ომის დეპარტამენტი ტრამპს ყველა საჭირო ვარიანტს მიაწვდის, პოლიტიკური გზავნილი სრულად ჩამოყალიბებულია. დიპლომატიური გზა არსებობს, მაგრამ ხარჯის თვალსაზრისით მომგებიანი არ არის. სამხედრო ზეწოლა არსებობს, მაგრამ მისი ომად გამოცხადება აუცილებელი არ არის. ბაზა არსებობს, ჯარები იქ არიან, წვრთნები ტარდება, სამხედრო შეხვედრები მიმდინარეობს და კუბის დიქტატურა იცის, რომ თითოეული მოძრაობა დაკვირვების ქვეშაა. კუბის სისუსტე კიდევ უფრო თვალსაჩინოა, როდესაც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რეჟიმს რეალური ძალა არ ექნებოდა ამერიკის არმიის წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის. ჰავანის დაცვა ბევრად უფრო დამოკიდებულია პროპაგანდაზე, საერთაშორისო პოლიტიკურ ფაზზე და დიპლომატიურ ხმაურზე, ვიდრე რეალურ სამხედრო შესაძლებლობებზე. რეჟიმი ცდილობს თქვას, რომ ზადებას გადის იმისთვის, რომ არ იყოს მოულოდნელად დაუსწრებელი მაკრწრებელი, მაგრამ ძალთა ბალანსი აშკარაა, ის სასტიკად უთანასწოროა. დიქტატურა ამას კარგად იცის. ირანის რეჟიმმა სცადა ძალის დემონსტრირება ახლო აღმოსავლეთში და მიიღო სამხედრო პასუხი. კუბის დიქტატურა ახლა ხედავს გუანტანამოს ყურადღების ცენტრში. სამხრეთის სარდლობა მოქმედებაშია. ამერიკის მართლმსაჯულება ძველ ჭრილობებს აღადგენს. რუბიო აყენებს კუნძულს უსაფრთხოების დებატში. და ჰექსეთი ამბობს ჯარისკაცების წინაშე, რომ კუბამ არ უნდა ითამაშოს იარაღით, რომელსაც შეუძლია ბაზამდე ან ამერიკის ტერიტორიამდე მიღწევა. ეს არ არის ცალკეული ჟესტი, ეს არის სიგნალების ერთობლიობა. დიას კანელი ცდილობს ყველაფერი ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებად გადააქციოს, მაგრამ მისი რეაქცია ადასტურებს, რომ დიქტატურა არაკომფორტულად გრძნობს თავს. რეჟიმი აღიარებს, რომ ამ სტრატეგიის გავლენას გრძნობს. მე ვარ მილსონ აულესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღეს სიმართლით კარგად ინფორმირებული იყო. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დალაიქე ეს ვიდეო, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ აულესის საზოგადოებაში.